გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ნილ სკოტთან ერთად მის მოადგილე შონ ბი შარპთან და იმერეთის რეგიონის 20 წარჩინებულ მოსწავლესთან ერთად პრომეთეს მღვიმე მოინახულა. აღნიშნული ტურის მიზანი ახალგაზრდებისთვის გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება და პრომეთეს მღვიმის ახალი ტურისტული სერვისების პოპულარიზაციაა. კილომეტრი ნახევარიანი ტური არის შერჩეული, რომელიც მართლაც სავსეა მოულოდნელობებით, ძალიან საინტერესო, გარკვეულწილად იდუმალი ადგილები. ყველას ნამდვილად ვუსურვებდი და მოუწოდებდი, რომ მოსულიყვეთ და ელახათ საქართველოს ეს ერთ-ერთი უნიკალური და ნამდვილად დიდი სიმდიდრე. დღეს გვიმას პინწლა გარემოს დაცვის მინისტრმა დაუთვალიერეთ პრომეთეს მღვიმე, ვიმგზავრეთ ავტომატარებლებით, ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ექსკურსია გამოგვივიდა. ხარული ვარ, რომ ვიმყოფები პრომეთეს მღვიმეში. გარემოს დაცვის სამინისტრომ მოუწყო შესანიშნავი ტური მოსწავლეებს. პრომეთეს მღვიმე არაჩვეულებრივი ტურისტული ადგილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო შეუწყობენ ხელს ამ მღვიმის განვითარებას.